დღეს მინდა გელაპარაკოთ იაპონურ ენაზე. რატომ იქნებოდა კარგი თუ ისწავლით იაპონურ ენას, იმ შემთხვევაში თუ აპირებთ სხვა რომელიღაცა უცხოური ენის შესწავლას. წავედით. ჯერ მოდი დავიწყოთ თავიდან, რომ ბევრს გონია იაპონური ენა არის გენიოსების ენა, მაგრამ ესე არ არის. იაპონური ენა არის ძალიან მარტივი ენა, თუ დაიცავ აი ამ თანმიმდევრობას სწავლისას, რა თანმიმდევრობაც არის საჭირო. პირველი მიზეზი, რომელიც მე ძალიან მიყვარს, არის ის, რომ იაპონური ენა გეხმარება სხვანაირად ფიქრში. იაპონური ენის გრამატიკა არ გავს არც ქართულისას და არც ინგლისური ენის გრამატიკას. აქედან გამომდინარე, შენი ტვინი იწყებს სხვანაირად ფუნქციონირებას, სხვანაირად ფიქრს და შენი IQ-ც არის მაღალი. სხვათა შორის კვლევებმაც დაამტკიცეს, რომ აზიურ ენებში იაპონური ენის მფლობელი ადამიანებს უფრო მაღალი IQ ჰქონდათ. მეორე მიზეზი, ალბათ, როგორც ჩემთვის არის ეს ყველაფერი საყვარელი, თქვენთვისაც საყვარელი იქნება იაპონური კულტურა. დარწმუნებულია, რომ ბევრ თქვენგანს აქვს იაპონურ კულტურასთან შეხება, მაგრამ უბრალოდ ენა არ იცის. როდესაც ენის შესწავლას იწყებ, უცებ ხვდები, რომ ანიმეებში უფრო სხვანაირად საუბრობენ, უფრო სხვა ნიუანსები იყო, ვიდრე ნათარგმნ ანიმეს როდესაც უყურებ. და მგონია, რომ ესეც ძალიან დიდი პლუსია ენის შესასწავლად. მესამე მიზეზი, თუ რატო ვამბობ, რომ არის იაპონური ენა მარტივი, არის ის, რომ იაპონური ენა ქაოსური არ არის. იაპონურ ენაში არის 3 ძირითადი დამწერლობა. ხო, 3. არ მოგესმათ. ჰირაგანა, კატაკანა და კანჯი. მაგრამ ძალიან მარტივად ხდება აქაც ყველაფერი, იმიტომ რომ ჯერ ვსწავლობთ ჰირაგანას, რომ გავიგოთ გრამატიკა, რადგან ჰირაგანაზეა იაპონური გრამატიკა დაწერილი ძირითად შემთხვევაში, შემდეგ გვაქვს კატაკანა, რომელსაც მეორე ადგილზე ვსწავლობთ. ეს კატაკანა გვეხმარება უცხოური სიტყვების დამახსოვრებაში და იაპონურ ენაზე წაკითხვაში და სულ ბოლოს ვსწავლობთ კანჯებს. კანჯებშიც არის თანმიმდევრობა და სამახსოვრებელი და შემდეგ ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება. მეოთხე მიზეზი, თუ რატომ არის იაპონური ენა მარტივი შესასწავლად, არის ის, რომ არის ძალიან ლოგიკური. იაპონური ენა არ გავს არც ერთ ევროპულ ენას. ანუ არ გვაქვს სქესები, არ გვაქვს გამონაკლისები, არ გვაქვს არაფერი, რაც გვაქვს, უბრალოდ ის უნდა დავიმახსოვროთ და ეს არასდროს არ შეიცვლება. მეხუთე და ძალიან მთავარი მიზეზი არის ის, რომ იაპონია არის შესაძლებლობების ენა. თუ იაპონური ენით ხარ დაინტერესებული იაპონურ ენას სწავლობ, ძალიან ბევრი კომპანია, ძალიან ბევრი სკოლა აკეთებს გაცვლით პროგრამებს, გიკეთებენ ვიზას, რომ აქ იმუშაო და ძალიან ბევრ დახმარებას გიწევენ მოკლედ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინც ყველა უნდა წავიდეს იაპონიაში და იაპონიაში უნდა იცხოვროს რახან იაპონურად საუბრობს. Toyota, Hitachi, Kawasaki, Honda, Subaru მოგაგიგიათ. ამათია. ყველაფერი არის იაპონური და მე ვფიქრობ, რომ იაპონური ენის სწავლა ის, რომ დოსიეში ჩაწერთ თქვენ, რომ იაპონურ ენას ვფლობ, სხვა რომელიღაცა ენასთან ერთად წარმოიდგინეთ, რამხელა ბომბა იქნება. და ბოლო იაპონური ენის სწავლა, მე მგონია, რომ არის რაღაცა მოგზაურობას გავს წარსულიდან აწმყომდე და მგონია, რომ არის ძალიან საინტერესო. შეიძლება იყოს რაღაცა სტრესული მომენტები, რომ რაღაცა ვერ გაიგო, ვერ მიხვდე, ვერ დაიმახსოვრო, მაგრამ ძალიან საინტერესოა. რადგანაც მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ მე იაპონური ენა ვისწავლე ჩემით, უბრალოდ აქ ცხოვრობდი და მინდოდა თუ არ მინდოდა 24 შვიდზე მესმოდა იაპონური ენა. ბევრჯერ შემეშალა, ბევრჯერ არასწორად თქვი, მილიარდჯერ ერთი და იგივე შეცდომა დავუშვი, მაგრამ დღემდე მახსოვს ის შეგრძნება, როდესაც პირველად წავიკითხე მანგა იაპონურად და მე სიტყვები გავიგე. და მახსოვს, რომ ზუსტად ამავე ანალოგიურ მანგას ვუყურე ანიმეთ. და მაინტერესებდა, რომ აი მანგაში აღქმული ეს ჩემი წარმოდგენა ემთხვეოდა თუ არა ნამდვილ ანიმეს და ყველაფერი რომ დაემთხვა. ვიყავი ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ მე იაპონური მესმოდა და ვკითხულობდი. ხო და რას ემსახურება ეს ვიდეო? თუ ხარ იაპონური ენით დაინტერესებული, ცოტათი გინდა ისაუბრო, ან ცოტა რაღაცა გაიგო, მარტო ჰირაგანა გაინტერესებს, ან მარტო კატაკანა გაინტერესებს, ან უბრალოდ გინდა რომ ისაუბრო, არ აქვს ამას მნიშვნელობა. მაქვს ონლაინ გაკვეთილები, სადაც შეგიძლია ძალიან მარტივად კვირაში 2 გაკვეთილი, 1 საათიან გაკვეთილებს დაესწრო. ჯგუფური გაკვეთილები არის და ჯგუფური გაკვეთილების პლუსი არის ის, რომ შეიძლება შენ გგონია, რომ რაღაც იცი, მაგრამ შენმა თანაჯგუფელმა დასვას ისეთი შეკითხვა, რომ შენ სულ სხვანაირად შეხედო ამ თემას, უფრო კარგად გაიგო. მგონია, რომ ეს კომუნიკაცია და ეს ჯგუფური გაკვეთილები არის ძალიან მაგარი რაღაც. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ. თუ ოდესმე გიფიქრიათ, რა იაპონურად რო შემეძლოს საუბარი და უბრალოდ შეგშინებიათ, დამიჯერეთ, რომ იაპონური ენა არის ძალიან მარტივი ენა. დაახლოებით 3-დან 4 თვემდე არის საჭირო იმისთვის, რომ ჰირაგანა და კატაკანა
ისწავლოთ და წაიკითხოთ. თუ ხარ დაინტერესებული იაპონური ენით, მე აქ ვარ და მე კიდე გავაგრძელებ იაპონური რუბრიკების ჩაწერას. მადლობა რომ